ძვირფასო მეგობრებო, ჩემი და გიგის პირველი პოდკასტი ჩვენ გვიზიზღება მე სიტყვა პოდკასტი. ამიტომაც ვღადაობ ამაზე პოდკასტი. ყველამ ვისაც ფონი აქვს და სავარძელი და ვისაც სავარძელი არ აქვს, ყველამ გადაწყვეტა პოდკასტების გადაღება. აღარ არის საჭირო, აღარ არის მოდაში ეს პოდკასტები და მსჯელობა ჭკვიანი სახით. თუ რაღაცის თქმა გინდათ, რაღაცის გადაღება გინდათ, გააკეთეთ ეს ყველაფერი ბუნებაში, ცოცხალ ფონზე, რაღაც მოქმედებაში, ტელევიზია ზოგადად არის დინამიკა და არის გამოსახულება და არა გაყინული ადამიანები. მე და გიგი მაგალითად ახლა ვიმყოფებით, სად ვიმყოფებით ჩვენ რაღაც პატარა მანქანაში, სავარაუდოდ ეს არის ელექტრომობილი. BYD. აჰა, რა ქვია? BYD. Build your dreams. ხედავთ, ყველაფერი იცის გიგი. გიგი არის ტრანსპორტის მოყვარული, კი არა, ტრანსპორტის სპეციალისტია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ მუშაობს არსად ტრანსპორტის განხრით, მაგრამ იმდენი იცის და იმდენი აქვს შესწავლილი. მოგიყვებათ ყველაფერს ავტობუსებზე, მიკროავტობუსებზე, მატარებლებზე, მეტროპოლიტენზე, არის კოლექციონერი, ანუ არის აი ძალიან ჭკვიანი და კარგი ახალგაზრდა, რომელიც სულ მალე გახდება უკვე სტუდენტი. ჩვენ აღმოჩნდით ერთად ელექტრომობილების გამოფენაზე. ძალიან ბევრი საინტერესო მასალა გადავიღეთ და ამ ეტაპზე უკვე ვტოვებთ პრაქტიკულად საგამოფენო ცენტრს, ვაგრძელებთ ჩვენს დღევანდელ გადასაღებ დღეს. საინტერესო ადგილას მივდივართ, ჩვენ გვექნება მალე რუბრიკა თბილისი, რომელიც აღარ არის და ვიღებთ იმ ობიექტებს, რომელიც სულ მალე გაქრება თბილისის რუკიდან, მაგრამ ეს ობიექტები წლების მანძილზე იყვნენ თბილისისთვის ესეთი დამახასიათებელი ადგილები. სამწუხაროა, რომ ყველაფერი იცვლება, მაგრამ ეს ალბათ არის გარდაუვალი, რომ ის რაც ადრე არსებობდა, მუშაობდა, ფუნქციონირებდა, ან უკვე ფორმას იცვლის, ან საერთოდ ინგრევა, იშლება, დემონტაჟი ხდება და სხვა რაღაცები აშენდება ამ ობიექტების ყოფილ ტერიტორიაზე. მოკლედ ამაში, რა თქმა უნდა, ტრაგედია არ არის, თავარია იყოს ყველაფერი კარგად, მოსახლეობა ცხოვრობდეს კარგად, ეკონომიკა განვითარდეს მეტნაკლებად და თბილისი ისეთი ქალაქია, რომელიც ყველაფერს გადაურჩა და სულ უფრო და უფრო კარგი, ლამაზი და საინტერესო ხდება და უკვე მომავალი თაობა ესეთი, როგორიც არის გიგის მეგობრები, ყველაფერს დეტალურად სწავლობენ, ეს არის კარგი, ეს არის ძალიან საინტერესო იმისათვის, რომ თანატოლებს საზოგადოებას მოუყვნენ იმის შესახებ, თუ რა იყო ამა თუ იმ ადგილას, სად რა ტრანსპორტი დადიოდა, ანუ ქალაქის ისტორია, ურბანისტიკა ძალიან საინტერესოა და მე მიხარია, რომ არიან ახალგაზრდა ადამიანები, არა მარტო ჩვენ, მოხუცები, მომავალი პენსიონერები, რომლებსაც არაფერი აღარ სჭირდება და ისა უკვე სიბერეც მოვიდა, იგი გაეცი ხმა და ისა მოკლედ გაგრძელება იქნება ჩვენი ვიდეოების გაგრძელება იქნება უკვე სხვა წერტილიდან, იქაც ჩავწერთ. თუ გინდ პოდკასტი ჩათვალეთ იყო, თუ გინდ ნატკასტი, თუ გინდ ქვაკასტი, ფაქტია, რომ გადავიღეთ ესე დისტრიბუციის მანქანაში, კარგი ყოფილიყო ეს მანქანა, რომ მთლიანად ყოფილიყო სავსე ნაყინით, რადგან მე უკვე ისე მცხელა, რომ არაფერი აღარ მინდა, ჩემი თვეები არის ნოემბრიდან აპრილამდე და ეხლა უკვე მე არ ვიცი რა დამემართება, როგორ გადავიტანა ამ სიცხის პერიოდს, ალბათ სადღაც ყაზბეგის რაიონში უნდა გადავსახლდე და დავბრუნდე თბილისში სექტემბრის ბოლოს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ გზა.